მეგობრებო, გამარჯობა, მე მქვია ნათია მაქაცარია. თქვენ ალბათ ზოგიერთი მიცნობთ ჩემი Facebook გვერდიდან, სადაც მე ვარ ძალიან აქტიური. ხოლო დღეს გადავწყვიტე, რომ გავაკეთო YouTube გვერდი. ჩემს follower-ებს Facebook-ზე სრულიად სპონტანურად ვკითხე, მოიწონებდნენ თუ არა ისინი ჩემგან YouTube გვერდს, პოდკასტს და მივიღე არაჩვეულებრივი გამოხმაურება. დიდი მადლობა მათ. იმედია გადმომყვებიან ისინი YouTube-ზე. Subscription-ი გამიკეთეთ თუ შეიძლება, აღწერაში არის ლინკი. სახელით მოვიფიქრე ჩემი პოდკასტის კოსმოპოლიტიკური პოდკასტი. ნათია მაქაცარიას კოსმოპოლიტიკური პოდკასტი. ძალიან მომწონს ჟღერადობა. მიზეზი თუ რატომ გადავწყვიტე რომ გავაკეთო ეს პოდკასტი არის ის რომ სამწუხაროდ მიუხედავად იმისა რომ ინტერნეტი არის უშრეტი ინფორმაციის წყარო ხშირად ძალიან მისინტერპრეტირებული ჩამოდის ჩვენ ქვეყანამდე ესა თუ ის ინფორმაცია და ხანდახან მგონია რომ არასწორად გადათარგმნით ცუდი თარგმნის გადათარგმნილია ხოლმე რაღაცა ქარდი პირობითად და მე შემდეგ ის ძალიან მასობრივად ვრცელდება. მე გპირდებით, რომ თუ გახდებით ჩემი follower-ები და ჩემი subscriber-ები, აუცილებლად ავთენტურს, ძალიან ოპერატიულ ინფორმაციას მოგაწოდებთ ამერიკიდან. ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ ამერიკა მეტნაკლებად ყოველთვის კარნახობდა დანარჩენ მსოფლიოს პოლიტიკურ ამინდს, მაგრამ დღეს ის კი არ კარნახობს, არამედ ხშირ შემთხვევაში ყვირის და თანაც ძალიან უზდელურად. ხო და ბევრი არის დაბნეული აი ამ ამერიკის საგარეო პოლიტიკის გამო. და იმისათვის რომ გავიგოთ თუ რატომ შეიცვალა ასე ძალიან ამერიკის საგარეო პოლიტიკა, ალბათ მოგვიწევს რომ ჩავიხედოთ ამერიკის შიდა პოლიტიკაში, რომელიც ასევე ძალიან მკვეთრად შეიცვალა და ქვეყნის შიგნითაც ძალიან გაკვირვებულები ვართ მეგობრებო. მე მესმის რომ ხშირად ბევრი თქვენგანი ვერ იცლით იმისათვის და არც ინტერესი არ გაქვთ და არც გჭირდებათ რომ ჩემსავით ესე ობსესიურად უყუროთ ამერიკის კონგრესის სხდომებს პირდაპირ ეთერში, ძალიან მოსაწყენია ხშირად, მაგრამ როდესაც იღებ პასუხისგებლობას რომ ეწოდე ავთენტური ინფორმაცია, ეს უნდა აუცილებლად გააკეთო. მე თქვენ გპირდებით ავთენტურ და ძალიან ოპერატიულ ინფორმაციას. გამიკეთეთ subscription-ი. თუ შეიძლება გაავრცელეთ ეს ვიდეო, დაალაიქეთ და გელოდებით YouTube-ზე.